მამაპა დღეს ძალიან გამიჭირდება სკოლაში. რატომ არ დავიძინეთ ადრე გუშინ? დიანა, შენი საშიში ისტორიების საშიში საერთოდ არ იყო. ძალიან სასაცილო იყო და მთელი ღამე ვიცინოდით. ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება დღე, რომ წავიდე და ჩავწვე ჩემს თბილ საწოლში. გოგოებო, გავიგერო გუშინ მთელი ღამე გადაათენით და რას ეკეთებდით? მთელი ღამე ვიცინოდით, ხო იცი რა ხდება, როდესაც შენი და ქალი მოდის დასარჩენად. გასაგებია, მაგრამ ეს რო დაგეპატიჟებინეთ, ბევრად უფრო გაერთობოდით. რა თქვა? რაღაცებს ბოდავს. არა, სმაილი თვალს მიკრავს. აუ, კიდევ ვისველოდებით? არ შეიძლება წავიდეთ? დაგვაგვიანდება. აუცილებლად უნდა დაველოდოთ? ბლონდი, რატომ ყვირი? დავაგვიანებთ. დავაგვიანებთ? ტესტი გვაქვს თუ რაღაც? არ მინდა რომ დავაგვიანოთ. ყველა ხომ არ ვისწავლე? მოკლედ გოგოებო, თქვენ ცალკე ავტობუსი უნდა გამოგიყოთ, თორე ყოველთვის ყვირით და ყველა დავიღალით. ხო, მართლა სტრესულია. და ჩვენ ბანიმ დაგვსტრესა, მთელი ღამე ეღვიძათ და ხარხარებდნენ. გოგოებო, ჩემს მანქანაში ნუყვირით. მთელი ღამე კი გვეღვიძა, მაგრამ დილით კბილებს მაინც ვიხეხავთ თქვენგან განსხვავებით. გოგოებო, და ყვირილი რა საჭირო არ დაგავწეთ, რომ ავტობუსს ადამიანი ატარებს და წუხდება. უი, მოგესალმებით ყველას. უბრალოდ კარი გაიჭედა და მაგიტომ დავაგვიანეთ. არ გეგონოთ რომ მთელი ღამე გვეღვიძა, მაგიტომ არ დაგვაგვიანებია. აი, კიდევ გოგოები, ვისაც მთელი ღამე ეღვიძათ. ნახე, კალათბურთელების უკან თავისუფალია. მერე რა? წამო იქ დავსხდეთ. კარგი, წამო. გამარჯობა ბიჭებო. მოკლედ რომეო, მინდა რომ დიანას გვერდით დავშდე. ისე მგონი ვიღაცას მოეწონა. მოიცა რა ხდება? ცოტა უკან გადაჭიქით. ხო, საკმარისი ადგილებია. კარგი. გოგოებო, თქვენი აზრით შეიძლება მასკოტის გვერდზე დავჯდე? მიდი, სცადე. მასკოტ, თავისუფალი ხარ, შეიძლება მან დავჯდე? კი, თავისუფალია, მაგრამ ამ ადგილას ჩემი კოსტუმის თავი მგზავრობს. გასაგებია. უი, ალექსა. ზაკატ, მან რატომ ხართ? მოდით, ჩვენთან დასხედით. ისე მაგარია, ამ სკოლამ ჩვენთვის გარეთ საჭმელი ადგილიც გახსნა. აი, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ნორმალური იყავ. რა თქმა უნდა, თქვენ ცხოვრებრივი მომხმარებლები ხართ. მოდიხართ კაფეში რომ მიერთვათ და ჩვენს გემსახურებით. ისე ამ უზერებს შეხედეთ, როგორ გიყურებენ. ძალიან მეწოდებია. ხო, სამწუხარო რო აქ შემოსვლის უფლებას არ უაძლევთ. მათაც ხომდათ საჭმელის ჭამა. არ მესმის, ამათ საკუთარი თავი ვინ ჰგონიათ? ხო, გონიათ, რომ ჩვენზე უკეთესები არიან. ხო, აქ ხდებიან და ჩვენ არ გვხლავენ. და აი ისიც მოღალატე, აი მათ მიყიდა ყველაფერი, ჩვენ არა. როგორ ჩვენ ზომებს აქ კარგად ექცევიან. კოსტა განსაკუთრებით მაღაზია. ხო, ეგ არის ყველაფრის საწყისი. კოსტას გამო კარგად გრძნობენ თავს. მეგობრებო, ზომები და კოსტა ამ სკოლიდან აუცილებლად უნდა გავუხდოთ. როგორ? ეგ არ ვიცი. აი ამას შეხედე. რა? ეს უკვე ზედმეტია. რა, მაიკ, თინეიჯერების ხედან და ჭამენ. ისინი ზომები არიან. მერე რა, ყველა თინეიჯერი ზომბია დღესდღეობით. აუ, რა სასაცილოა, იქ დგანან და გუყურებენ როგორ ჭამთ. მეგობრებო, მესმის რომ აგრები ვართ, მაგრამ სულ ჩვენი ყურება საჭირო არ არის. გოგოებო, ნახეთ აი ის მარა გააკეთა, რა კეთილია. ხო, ახლა ზომბებს საკუთარი ზონა აქვთ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. ლეილა, ამ საქციელს რა ქვია? მასწავლებელო მაიკ, კარი გაიჭედა. შენ ჩემი მარჯვენა ხელი ხარ. გოგოებო, თქვენს ადგილას უნდა იყოთ. ხო, მივდივართ. დიანა, შემდეგში რომ წამოვალთ, მინდა რომ ჩემ გვერდით დაშდე. და კნობა სად დაჯდება? არ ვიცი. შუაში დავჯდები. აუ, ორად ვერ გავიყოფი, ხომ იცით, რა გავაკეთო? მე ამირჩია, შენ შეყვარებული ვარ. მე ამირჩია, შენი საუკეთესო მეგობარი. კარგი, წამოდი ზომბებს მივესალმოთ. ნახე, ზომბებთან გარბიან. ხო, მე ზაკთან ერთად ვიყავი ადრე. ნასია, დაივიწყე, უბრალოდ ლუზერია. მე ასე ნუ ამბობ, კიდევ მიყვარს. გოგოებო, კონფლიქტი გაქვთ ბანისთან? რატომ აღარ საუბრობთ? ჩვენ ვიცით, როგორც უნდა გავუმკლავდეთ. მართლა? როგორ? ცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. ნახეთ, თქვენ ბანისთან იჭხუბეთ, ალექსამ ჩვენ გვეღალატა. მოდით, გავერთიანდეთ, შემოგვიერთით ჩვენ ფეხბურთელებს. ფეხბურთელების მაგრები არიან, და არა მარტო ჩერლიდერები. თქვენ ნორმალურები ხართ? ისეთ გოგოებს გავართ, რომლებიც ჩაფხუტებს გაიკეთებენ? ისე შეგეძლოთ კარგი ფეხბურთელები ყოფილიყავით. დამიჯერეთ, თქვენთვის კარგი გვინდოდა. კარინა, მე საკადაოდ მინდა წავიდე. ტომას, გავიგე, მაგრამ მე მაკიაჟი უნდა შევისწორო, წავედი. კარინა. გოგოებო, გაჩერდით, როდის მომცემთ თქვენი მწვრთნელის საკონტაქტოს? მალე. ჩვენ ეჭვგებარება, რომ ნამდვილი სპორტსმენები ხართ. გოგოებო, ველოდები იცოდეთ საკონტაქტოს.
კარგი, კონტაქტებს მოგცემთ. ჩვენი სკოლა უკვე აღარ მომწონს. რა არ მოგწონს, მაიკ? უბრალოდ მინდა რომ საუკეთესო იყოს. მაგაზე ვმუშაობთ, იდეალური იქნება. კარგი, ვნახოთ. ყველას მოგესალმებით. გემრიელად მიირთვით. მადლობა. ზაკატე ჩვევი სკოლას? კი, აი ეს დამსახურებით კარგად შევეჩვიე. შოკოლადი ხო არ გინდა? არა, მადლობა. გოგოებო, გამარჯობა. მადლობა კოსტას გადაუხედეთ. ყველაფერი ჩემი დამსახურებაა. გოგოებო, საკმარისია, წავიდეთ. გოგოებო, წავიდეთ. ზალინა, ასე რატომ გვიყურებ? რა ხდება? უბრალოდ ფიქრობ, როგორ მოგიხდებოდა ძებრის გუნდში ყოფნა. ეგ არასდროს მოხდება. ჩვენ ბანი ვართ. წარმატებები ზალინა. ასეთი გუნდი არასდროს არ მეყოლება. ზალინა, არ ინერვიულო, ახლა ადამიანებს გაიცნო. მე ჯგუფში შეკრავ და ყველაფერი კარგად იქნება. მომისმენთ ბანი, რამის თქმა ხომ არ გინდათ ჩვენთვის? აქეთ-იქით დადიხართ და რაღაც სახეებს გვაჩვენებთ. ბოდიში ნორმალურები ხართ? რა სახეებს გაჩვენებთ? თქვენსკენ არც ვიხედებით. თქვენ ნორნი დადიხართ პირანიებივით, ჩასაფრებული ჩვენთან, რა ხდება? უბრალოდ ჩემი მეგობარი ნასია იტანჯება ზაკის გამო და სხვათა შორის თქვენ გამო დამშორდა ზაკი და ამას არ გაპატიებთ. ხო, სანამ სკოლა არ დამთავრდება, სულ გაგახსენებთ. ვა, ესენი უკვე ძალიან უფროსობენ. საერთოდ ვეღარ ვცნობ. ხო, შეიცვალნენ. რა უნდა გავაკეთოთ? ვებრძოლოთ როგორ? ჩხუბი არ შეიძლება. კარგი, გოგოებო, მე ზედანასიაზე რამე უნდა მოვიფიქროთ. კნოპა, რა უნდა მოვიფიქროთ? თუ გავუმკლავდებით, ყველა იტყვის, რომ ბანი ცუდია და მერის და ნასიას აწყენინეს. ეგ არ გვინდა. და ვერ გავიგე, აბა უნდა აიტანოთ ეს ყველაფერი და ეს ლანძღვა? ალექსა, არ გესმის? ჩვენ კეთილები ვართ და კონფლიქტებში არ ვერთვებით. და გვინდა რომ ბოლომდე ეგეთები ვიყოთ. ვიღაც ფეხბურთელები რომ მოვიდნენ ჩემთან და რამე მითხრან, მე აუცილებლად გავუმკლავდებოდი, მაგრამ მეც კეთილი ვარ. გოგოებო, ისეთი გზა უნდა მოვიფიქროთ, მერისთან და ნასიასთან გასამკლავებელი, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ და ბოროტები არ ვიყოთ. მოვიფიქროთ, წამოჯერ კაკაო დავლიოთ. დღეს მივიღებ ჩემს კაკაოს? პიცა რა პრობლემაა, საკმარისად ვერ გამოიწინე? არა, უბრალოდ დღეს პიცა მარტოა. ბავშვებო, აი სიგარეთ მუშაობს, დღეს მარტო ვარ, ცოტა ჩემს ადგილასაც წარმოიდგინეთ თავი. თუ ვერ უმკლავდები, საერთოდ რატომ მუშაობ? და მე 2 მომაქვს. და ჩვენ 3 ვართ, ვერ ხედავ? 1, 2, 3. პიცა, 3 კაკაო შეიძლება გთხოვთ? პიცა 1 დღეს მარტოა და ვერ გაუმკლავდება. კარგი, დავიცდით. ბანი, საერთოდ გახსოვთ რომ შეჯიბრი მოდის? ემზადებით? იმიტომ რომ მგონი დაგავიწყდათ გზა დარბაზისკენ. რატომ ვეუბნებით ამ ყველაფერს? ჩუმად იყავით. ხო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ვაუ, ყველა მხრიდან მტერი. სიმართლე ის არის, რომ ბაყაყები ეგეთი ცუდები არ არიან. მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთ დროს. ხო, ზოგჯერ უბრალოდ არ ინერვიულოთ ბაყაყებო. მზად ვართ. ვაუ, ალექსა, როგორც ჩანს, რაც ბანისთან გადახვედი, ალაპარაკდი. ლორენ, რა შეგჭირდება? მოიცადე დიმა, ჩვენთან რო იყო, ნაცრისფერი თაგვი იყო. ჯანდაბა. ალექსა, მიდი პასუხი გაეცი. არ გახსოვს რა დაგვარიგე წეღან? კაფეტერიაში არ მინდა უბრალოდ რომ ჩხუბი ავტეხო. გოგოებო, თქვენი 3 კაკაო. რა მოხდა, პიცა ვერ უმკლავდები? ხო, გოგოებო, აი სიგარეთ მუშაობს, მაგრამ კარგ რაღაცას აკეთებს. ნეტო ბროკოლის შოკოლადი და დასალევი საიდან იპოვა? აი ის არის ცნობთ, ბიზნესმენია, ყველაფერს იპოვის რაც უნდა. ალექსა, ენა გადაყლაპე? მის მინე ლორენ ახლა ავდგები. ნახე ალექსა და ბანი ჩემ შეშინებას ცდილობს. აუ, შეგიძლიათ გაჩვდეთ, აქ ესეებს ვწერთ ვიღაცეები. ვაუ, ალექსა, თითქოს ბაყაყებმა დაგიცვეს. არა, უბრალოდ ფეხბურთელები არ მოსწონთ. მასწავლებელო მაიკპირდებით აღარასდროს მოხდება. კარი ჩაგვეკეტა უბრალოდ, მართლა ორივე მხრიდან. იანას მისამაგრები რომ არა, საერთოდ ვერ მოვიდოდით სკოლაში. გოგოებო, მართლა გონიათ რომ ზღვრებს დავუჭირებ? მიდი ბავშვო, გაიძელი, ვარჯიშის დროა. მეორედ აღარ შემეხო. იცი შენ შეყვარებულს თვალი ჩავუგარა აქენი? არაფერი ხუმრობ. მასწავლებელო მაიკ, ჩვენს ნამდვილ თვალებს შეხედეთ. გოგოებო, ვიცი რომ ეს თქვენი ტყუილის ხერხია და რატომღაც ყოველთვის მუშაობს. მაიკ, სხვათა შორის გეძებდი. ხო? გოგოებო, მასწავლებელ მაიკს საქმე აღარ აქვს თქვენთან. აუ, ადრე უნდა დავიძინოთ ხოლმე, რომ აღარ ჩაგვეძინოს. ხო, იანა, ეგრე ვქნათ. სმაილ, 2 წამის წინ დერეფანში თქვი რომ დიანას თვალი ჩაუგარი. ეს სიმართლეა? არა, უბრალოდ ვიხუმრე. კარგი და ისე ხო იცი დიანას თვალს ჩაუგრავდა და გემართება. ხო იცი რომ სმაილს ვერაფერს გავუკეთებ. ისე საერთოდ ჯობია კნობას დაუბრუნდე და მე დიანას დაუბრუნდები. მე ყველაფერი ძოლებურად და კარგად იქნება.
ის ესმაილ მეკნობა არასდროს არ მომწოდა. მოიცა, ანუ გოგოს ატყუებდი. არ ვატყუებდი, უბრალოდ დიანასთან მინდოდა უფრო ახლოს ყოფნა. ტიმურ, ცუდი ადამიანი ხარ. შენს არანაკლები ხარ. არ გახსოვს დიანას როგორ ექცეოდი. მე და დიანას კიდე საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. ეს იგი საუკეთესო ურთიერთობა ხო? ნახოთ რამდენი ხანი გაძლებს. ცოტა ხანში რომ მიგატოვებს ეჭვთან გამოიქცევა, მერე ნახავ. არ მიმატოვებს. მეგობრებო, გეყოფათ სიყვარულზე ლაპარაკი, ვარჯიშოთ. ჩენდება გოგოებო, ნასტია და მერი ამას რომ ნახავენ, შოკში იქნებიან. ცოტა ზედმეტი ხომ არ არის? მოდი შეეშინდეთ, დიანა დაკიდე. კარგი. რას კიდებთ? დაგვავიწყდა რომ ამ კუთხეში ვირთხები არიან. გოგოებო, ეს თქვენი საქმე არ არის, განსაკუთრებული ხალხისთვის არის. იანა, წამოვნახოთ, ხო, ძალიან მაინტერესებს. ვინ დატოვებს სკოლას დღეს? ლეილა, მართლა ჩვენ ვართ? ვაიმე, არა დაწყნარდი იანა. ბაყაყები რჩებიან, ბანი რჩება, ზომბები რჩებიან, ფეხბურთელები რჩებიან, კალათბურთელები რჩებიან. ნასტია და მერი? ვა, ბანის უყურეთ? ყოველთვის მეზიზღებოდან მერი და ნასტია. ახლა სკოლა უფრო და უფრო იდეალური ხდება ზედმეტების გარეშე. გოგოებო, ლუზერები კი ვართ, მაგრამ მათი ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ. დარწმუნებული ხარ? გოგოებო, არ არის საჭირო თავის მოჩვენება, თქვენი თავები იყავით. უკვე მინდა რომ ნასტიას და მერის სახეები ვნახო, ამას რომ წაიკითხავენ. მოდი დავუძახოთ მერე. რა პრობლემაა? პრობლემა ის არის, რომ გაკვეთილი დაიწყო. შედით კლასებში, რა აკეთებთ ისევ? კარგი, დასვენებაზე ვნახავთ. აბა მეგობრებო, გავაკეთეთ ექსპერიმენტი. ვის გამოგივიდათ? მასწავლებელო მაიკ, იგივე ფერი მივიღე, რაც თქვენ. ხო, ჩაღალექსა, შენ გამოგივიდა. აბა კიდე ვინ არის? მასწავლებელო მაიკ, მეც რა თქმა უნდა ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ. მასწავლებელო მაიკ, ჩემთვის არ გამოვიდა, რაღაცნაირი ფერი აქვს, მაგრამ ვცადე. ხო, მეც. ტიმურ, ეგ იმიტომ რომ ჩემგან გადაიწერე. დიანა, ეს იმის ბრალია, რომ ყურადღება არ მოგვაქციე. მოიცადე სტელა, ეს რა არის? ვერაფერი ვერ გააკეთა. მასწავლებელო მაიკ, დიანასნაირიც მივიღე და კიდევ რაღაც შავი, რომელსაც ძალიან ცუდი სუნი აქვს. მეგობრებო, თქვენ მწვანე და ვარდისფერი სითხეები უნდა მეგეხოთ. აი როგორც ესენია. სოფი, ეს რა არის? მე სხვანაირ ექსპერიმენტს ვაკეთებ, მინდა რომ ობი მივიღო, ნახეთ რა საყვარელია. სოფი, ეგ ბიოლოგია, ჩვენ კიდე ახლა ქიმიის გაკვეთილი გვაქვს. რაია? მასწავლებელო მაიკ, ყველაფერი ვცადე, მაგრამ მაინც ერთი გამოდის. მასწავლებელო მაიკ, მე სწორად თქვენი სტაფილოსფერია. ჩემიც. მოკლედ, ექსპერიმენტი სწორად მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გააკეთა და ძალიან ცუდია. შემდეგ გაკვეთილზე ისევ თავიდან გავაკეთებთ. კარგი, მასწავლებელო მაიკ. დიანა, როგორ ვერ გააკეთე? ტიმურ, მთელი ღამე არ მეძინა და ტვინი არ მიმუშავებს უბრალოდ. გამოიცანით რა, ნასტია და მერი დღეს სკოლას ტოვებენ. ვაიმე, უკვე წაიკითხეთ. ნეტა ვინ გააგდო, მასწავლებელმა მაიკმა თუ დირექტორმა? ძალიან მინდა რომ გითხრათ, მაგრამ ჯერ არ გეტყვით, მოდი ჯერ გავარდნენ და შემდეგ გეტყვით. თორემ მეშინია. მე მეშინია რომ მერე ჩვენც არ გაგვაგდონ. არ მინდა ამ სკოლის დატოვება, ძალიან მომწონს აქაურობა. მე ამ სკოლიდან არ მივდივარ და ვერ ვცხოვრ ვინ გამოგდებს. სანამ ჩემი დიანა აქ სწავლობს და ჩემი არ არის, მე ამ სკოლაში ვარ. სმაილი ისევ თავიდან დაიწყე. სმაილ ყოველდღე სხვადასხვას ამბობ, ან დიანა შენია, ან არ გადარდებს, ჩამოყალიბდი. ვინ დადო საღიჭირესინი ჩემს სკამზე? ვინ გააკეთა? მე ვიცი ვინც დადო. იცი რა მერი, ძალიან მომწონს რომ ჩერილდერი აღარ ვართ, ვარჯიში აღარ გვაქვს და მეტი თავისუფალი დრო. ხო, მართალია. განცხადება, ეს დილით აქ არ იყო? ვინ დატოვებს ბანის სკოლას დღეს? ბაყაყები, ბანი, ლუზერები, რჩებიან, ფეხბურთელებიც, კალათბურთელებიც, ნასტია და მერი და ვირთხებიც არიან. რა? აქ ყველა არის ჩამოთვლილი ჩვენ გარდა. არა მერი არ გესმის, მოდი დავტოვოთ ეს სკოლა, მე და შენ. ნახეთ, არავის არ უნდა აქ რომ ვიყოთ. მოიცადეთ ერთი წუთით. ეს იცოდით? არა, რას გულისხმობ ნასტია და მერი ტოვებენ სკოლას?
გოგოებო, იქნებ უბრალოდ ცუდები ხართ. ამაზე დაფიქრდით. ბოდიში ვწუხართ რომ მიდიხარ სკოლიდან. აიღეთ თქვენი ნივთები. არა, მერი, აქ უნდა დავრჩეთ. ხო, აუცილებლად. გოგოებო, მოიცადეთ. აუ, რატომ ყვირიან? ნასტიას და მერს არ უნდათ რომ ეს სკოლა დატოვონ. ძალიანაც ცუდი. გოგოებო, იცით ეს ვინ გააკეთა? ბანი, გთხოვთ, ამის საშუალება არ მისცეთ. უნდა დავრჩეთ ამ სკოლაში, არ გვინდა წასვლა. რა დაგვიძახეთ, ბანი? არა ვიცი, ამ დილით ძროხები ვიყავით და ცხრები. გოგოებო, უნდა გვაპატიოთ, მაგრამ თქვენს გამო არაფერს არ ვიტყვით. თქვენი საქციელი გაიაზრეთ და მიხვდებით, რატომაც გაგაგდეს ამ სკოლიდან. ხო, ვწუხართ რომ მიდიხართ. კარგი, ამაყად წავალთ ამ სკოლიდან. ხო, მაგრამ დაუბრუნდებით და შურს ვიძიებთ. არაფერი იცვლება. წარმოიდგინე რა ბედნიერები იქნებიან, როცა გაიგებენ რომ მართლა არ გავარდნენ. გოგოებო, არ შეიცვლებიან. ფიქრობთ რომ ნასტია და მერი შეიცვლებიან? დაგვიწერეთ კომენტარებში. არ ვიცი. იქნებ მართლა უნდა გაგვეგდო. მათი საქციელი ამ ბოლო დროს აუტანელი ხდება. კარგი. თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა კი ჩვენ უნდა წავიდეთ. კარგად!